და დავიბენი ძალიან, მაგრამ ჟანრი ლოლაშვილის გამოფენა გაიხსნება, რომელსაც საკოხელაია უკვე ესტუმრა, მანამდე სანამ დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა, რომ დაათვალიეროს მისი დამუშავება. უამრავი სპექტაკლი, ბევრი როლი, მოპოვებული აღიარება. ჟანრი ლოლაშვილი რუსთაველის სცენაზე 1966 წლიდან დგას. თუმცა ჟანრი ლოლაშვილი იმავე წარმატებით ხატავს, როგორი მსახიობიც არის. პირველი შეხება მხატვრობას მოხდა ძალიან დიდი ხნის წინ. მამამ ჩემი მიხატავდა ხოლმე რაღაცებს, ქართობის მიზნით. მინდა ვთქვა, რომ ძალიან საინტერესოდ ხატავდა და მახსოვს პირველი ინდაური არაჩვეულებრივი ნახატი მამამ ჩემს სპარჩებს. მინდა გითხრათ, რომ გამოფენაზე გამაქვს რამდენიმე ცალი ინდაური ნახატი. რაღაც გადავიდა ისე მეხსიერებაში. მაშინდელი დრო ვითარება, ეს დროის ნიშანია თითქმის ჩემთვის ეს. რაღაცა ჩიტები, ხეები. ხო, ეს რაღაცა თეფშები, ქალები განსაკუთრებით. მისი ნახატები უამრავი ცნობილი ადამიანის კოლექციაში შედის. მსახიობის ცნობილი ნახატი ბუ ფილმ სამი სახლის მუზადაც იქცა. ბოლო დროს ყველაზე ხშირად ქალბატონებს ხატავს. ახლა ყველაფერი სიმბოლო საერთოდ ქალი გახდა და ველოდები რა ქვია. რეაქციას მაყურებლის რა იყო ამ სიბერეში რა დაგეტაკავ. ასე მგონია ესე მეტყვია. როგორც მხატვარი საკუთარი შემოქმედების ჩარჩოებს ცდება, ამბობს, რომ ხატვისას თავად არის რეჟისორიც და მსახიობიც. აი ამ ხელოვნებაში მინდა გითხრათ, რომ რეჟისორიც მე ვარ, მსახიობიც მე ვარ და ქორეოგრაფიც, თუ შეიძლება ასე ითქვას. გალაქტიონი რო ამბობდა, მაქვს მტერს მიდებული როგორც მინდა, ის ფანტასტიკურად დღეს და სწორია გალაქტიონი. თავის თავს რომ შეუძახებს ამას, მაგრამ სიმართლეა ამაში. ყველასთვის საყვარელ რუსთაველის თეატრის მსახიობს 22 აპრილს 73 წელი სრულდება. დაბადების დღეს ჟანრი ლოლაშვილი გამოფენით აღნიშნავს და მსურველებს თავისი ნახატების დასათვალიერებლად ცისფერ გალერეაში ეპატიჟება.